გამარჯობა. ცოტა ხანში კულტურის ღირსების ორდენს მიიღებს. მე შემიძლია ვითამაშო, როცა 5 ასეთი მექნება. კარგი არ ვთამაშობ. ჩემი თამას ფერი გაუვიდა. სხვა გზა არაა. მე ხომ არ გავიკეთო სათვალე? რა სიტყვის სათვალე რომ მომცე? რა თქინდა? არა, ეს მეტია. რაც კიდე ისქენი. ჩვენ აქ უზარმაზარი ჯილდოს მისაღებად მოვედით კორეაში დაბრუნებისთანავე. ჯეიჰოპ, თხოვ დაიყური, როდესაც ვიტყვით, ხმა გამოგონეთ. მე ძალიან ამაყი ვარ ამ ჯილდოს რომ ვიღებ. ორდენი აქ უნდა დაიკიდოს? შეცდომა, შენი თავ დაყირაა. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მერე ზედ ორდენი დაიკიდოს. ეს ორდენისთვისაა, ხო? სასაცილო იქნება პირიქით რომ იყოს. კარგი იყო. სონჯელის ამბენი მის გაცნობა. მე კვლევის გახსნას ვაპირებ. სერიალი High Kick და High Kick-ის Through the Roof. მე თვითფასი აქსესუარი დამივარდა. დამაგრებას ვაპირებდი. ისე გავაკეთე, როგორც მასწავლეს. ჩვენ აქ ჯილდოს მისაღებად მოვედით, მაგრამ მე უწესრიგოდ გამოვიყურები, მე მას მთელი გულით მივიღებ. თქვენ ანუ გეშეთ ახალი თაობა და მოიპოვეთ მათი სიმპათია. ამ დროში ასეთ რამის მიღწევა მოჩვენებითი საქციელით შეუძლებელია. მადლობა ამ სიტყვებისთვის, ეს დიდი პატივია. მადლობა. მე ვიფიქრე, რომ BTS-ი საბრძოლო უნიფორმით მოვიდოდა. ის ხომ ტყუია გაუმტარია. ახლა ვხედავ, რომ ისინი ძალიან სიმპათიურები არიან. ისინი კორეის სიამაყეები არიან. და ისინი არაჩვეულებრივად იქნებიან ტყუია გაუმტარია ჟილეტების გარეშეც. გამარჯობა, ჩვენ BTS-ი ვართ. ჩვენ ამდენით დავბრუნდით კორეაში, ჩვენი მსოფლიო ტურიდან. ბიჭებო, დაღლილები არ ხართ? ჩვენ ყოველთვის ენერგიულები ვართ. ჩვენი არმის წყალობით. რა არის ყველაზე შესაძლებელი სიტყვა BTS-ისთვის? საყვარელი, ლამაზი თუ არმი? 1 2 3 მესამე. არმი მშვენიერია. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. და მინდა მე ის არმის გავუზიარო. მიყვარხართ? რამდენჯერ გაიჟღერა სიტყვა ორსომ აიდოლის კლიპში? 1 9-ჯერ, 2 10-ჯერ, 3 11-ჯერ. ყველა მარიცის. კარგი, BTS-ის ჯონგუკი. მეორე 10-ჯერ. მეორე 10-ჯერ, დარწმუნებული ხარ? 3 11-ჯერ. დარწმუნებული ხარ? პირველი 9-ჯერ. მართალია. ღირსების ორდენი გადაეცემა BTS. გილოცავთ. ისინი აღწევენ ახალ რეკორდებს, სადაც უნდა წავიდნენ. ისინი ძალიან ამაყად გამოიყურებიან დღეს. და დღეს ისინი ასევე განსაკუთრებულად კარგად გამოიყურებიან შავ-შარვალ კოსტუმში. ახლა დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. პირველი ჯილდოს მიიღებს კიმ ნამჯუნი. ღირსების სერტიფიკატი BTS-ის წევრს კიმ ნამჯუნს გადაეცემა. შენიწვლილი კორეული კულტურის განვითარებაში უდიდესია. ამიტომ მინდა გადმოგცე ორდენი კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით. ვაგვანის კულტურის ღირსების ორდენი. 24 ოქტომბერი პრეზიდენტი მუნ ჯე ინ. კიმ ნამჯუნი არის წამყვანი რეპერი და ჯგუფის ლიდერი.
ის პროდიუსინგშიც ძალიან ნიჭიერია. მან დიდი წვლილი შეიტანა მათი მეორე ალბომის შექმნაში, რომელიც Billboard 200-ში პირველ ადგილს იკავებდა. გილოცავთ. ღირსების სერტიფიკატი. მომღერალი Kim Sok-jin. იგივე რედაქციით. Kim Sok-jin's აქვს ემოციური და გამორჩეული ხმა. ის ასევე წერს ტექსტებს მისი მრავალმხრივობის საჩვენებლად. ის არის BTS-ის ჯინი და ის ხდის K-pop-ს უფრო გლობალურს. ღირსების სერტიფიკატი. მომღერალი Kim Taehyun. იგივე რედაქციით. ის BTS-ის ვია. მომღერალი Kim Taehyun-ი მღერის სიმღერების, ასე ვთქვათ, კულელ მომენტებს. მისი მიმზიდველი საშუალო და დაბალი ტემპრის ხმით. ასევე მონაწილეობას იღებს სიმღერების დაწერაში და ძალს ხმეოსდებს კორეული ტალღის მსოფლიოს მასშტაბით განვითარებაში. გილოცავთ. ღირსების სერტიფიკატი. მომღერალი Min Yoongi. იგივე რედაქციით. ის BTS-ის შუგა. ის წამყვანი რეპერია მისი გამორჩეული რეპის უნარებით. მისი შესაძლებლობების დამტკიცებას ასევე სიმღერების, მუსიკისა და ტექსტების შექმნითაც ახერხებს და წვლილი შეაქვს, რომ K-pop-ი მეტ ადამიანს უყვარდეს მსოფლიოს გარშემო. ღირსების სერტიფიკატი გადაეცემა Park Ji-min's, იგივე რედაქციით. BTS-ის Park Ji-min არის წამყვანი მოცეკვავე და ვოკალისტი. მას აქვს გამორჩეული ცეკვის სტილი და სიმღერის უნარები. გილოცავთ. ღირსების სერტიფიკატი გადაეცემა მომღერალ John Jungkook's. იგივე რედაქციით. მომღერალ John Jungkook's დიდი წვლილი შეაქვს კორეული ტალღის საზღვრების გაფართოებაში, მსოფლიოს გარშემო. ის აჩვენებს თავის უნარებს ყოველ მხრივ. სიმღერა, ცეკვა, რეპი, კომპოზინგი და ასე შემდეგ. გილოცავთ. ღირსების სერტიფიკატი გადაეცემა მომღერალ Jong Ho-seok's. იგივე რედაქციით. BTS-ის J-Hope. ის არის BTS-ის წამყვანი მოცეკვავე, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის ქორეოგრაფიაზე. მისი გამორჩეული ცეკვის უნარებით. ის იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას მძლავრი და გრანდიოზული პერფორმანსებით. გილოცავთ. შვენიერი განწყობა კიდევ ერთხელ მივულოცოთ. მადლობა. გამარჯობა. დიდი მადლობა. მე ყოველთვის გამოდივარ სიტყვით, როგორც BTS-ის ლიდერი, მაგრამ დღეს თქვენ შეგიძლიათ ყველა ჩვენგანს მოусმინოთ. ამიტომ მინდა ჩემს ძმებს მეტი დრო დავუთმო საუბრისთვის. მინდა ეს ჯილდო არ მის მიუძღვნა. მადლობა. გამარჯობა, მე ჯინი ვარ. პირველ რიგში მადლობა ამ ორდენისთვის. როცა საზღვარგარეთ მივდივართ, ბევრი ადამიანი მღერის ჩვენთან ერთად კორეულად. და გვეუბნებიან, რომ კორეულს სწავლობენ. მე ძალიან ამაყი ვარ ამის გამო და გავაგრძელებ შრომას, რომ უფრო გავავრცელოთ ჩვენი კულტურა. მადლობა. გამარჯობა. ახლა არ ვიცი როგორ გამოვხატო ის, რასაც ვცნობ. ჩემი ოჯახი ჩემით ძალიან ამაყობს და არმი. მე გამოხატვაში კარგი არ ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მადლობელი ვარ და მიყურხართ. ყველა ვინც აქაა და ვინც გვიყურებს. იმედია კარგი დღე გქონდათ. მადლობა. ეს ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივია. ძალიან მადლობელი ვარ. ამ წელს იმდენი რამ მოხდა. პირველი ადგილი Billboard 200-ში. BBMA, AMA და UNICEF-ი. და ამ ყველაფერთან ერთად დიდი პატივია, რომ ორდენიც მივიღეთ. როგორც ეროვნული ჯგუფის წევრი, ჩემს მაქსიმუმს შევეცდები, რომ კორეა გახდეს ცნობილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა. გამარჯობა, მე BTS-ის ჯიმინი ვარ. 리더 형이 소감을 얘기해 주다가
გრძნობ თითქოს გული უნდა გამისკდეს. დაჯილდოებებზე სიტყვით ყოველთვის ლიდერი გამოდის. ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წევრების გამო, სტაფის და კომპანიის, მენეჯერების და თქვენ გამო. ჩვენ ის ერთად გავაკეთეთ. ეს კიდევ ერთხელ მეუბნება, რომ ყველა ეს ჩემი ნაწილია. ამიტომ მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის და მინდა გითხრათ, რომ ეს ჯილდო ყველა თქვენგანის დამსახურებაა. გულწრფელად გიხდით მადლობას და როგორც ჩანს, ჩვენ ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლები ვართ აქ. ჩემთვის პატივია იმ უფროსებთან შეხვედრა, ვისაც ასე ძალიან ვაფასებთ. და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი გავლენა მოვახდინოთ ხალხზე. მადლობა. გამარჯობა, მე BTS-ის ჯონ გუკი ვარ. პირველ რიგში მადლობა ამ ჯილდოსთვის. დიდი პატივია. ამ უფროს ღირსეულ ხალხთან ერთად ყოფნა და ამ ჯილდოს მიღება. გულწრფელად რომ გითხრათ, მგონია რომ ჩვენ ამ ჯილდოს არ ვიმსახურებთ, მაგრამ მე მივიღებ მას როგორც მესიჯს, რომ უფრო მეტად ვიმუშაოთ. მომავალში და არმი, როგორც ყოველთვის, არმი, რომელსაც ყოველთვის ჯეროდა ჩვენი, მხარს გვიჭერდა. ის ვინც ახლოსაა ან შორს, ოჯახი, ჩვენი ბანკფიდი. მადლობა ყველას. ვეცდებით მეტი წვლილი შევიტანოთ კორეული კულტურის განვითარებაში. მადლობა. გამარჯობა. მე BTS-ის იმედი ვარ, J-Hope. მე სულ ვიმეორები ამ წინადადებას იმ დღიდან, რაც BTS-ის წევრი გავხდი და ბედნიერი ვარ, რადგან გძნობ თითქოს ვიქეცი კორეული კულტურის იმედად. ეს ორდენი ძალიან დიდი ჯილდოა. ის მსუბუქი არაა. ეს ჯილდო ძალიან ძვირფასი და მძიმეა, რაც ბევრ ადამიანის ძალისხმევას და შრომას აერთიანებს. BTS-ის სისხლი და ოფლი. და თქვენს არმის შეძახილებს მსოფლიოს გარშემო. მე განვაგრძობ მაგარი პერფორმანსების ჩვენებას. როგორც K-pop კულტურის იმედი. მადლობა. მიყვარხარ არმი. ჩვენ უფრო გვიყვარხარ Hope. ჩვენ ვუყურებთ ჩვენ ნათელ კულტურას, ამიტომ მათით ძალიან ვამაყობ. მოუთმენოთ ველით თქვენ შემდეგ ნაბიჯს. კიდევ ერთხელ მიულოცოთ. ვთხოვთ კიდევ ერთხელ მიულოცოთ BTS. ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა. თამაშის გარდა ასეთ რამ არასდროს მიმიღია. მედალი? ხო. კანკალებდი. ვერ ვიჯერებ, მართლა ვერ ვიჯერებ. ვიდეოს ჩავწერთ, თუ სწრაფად ვიზამთ. გული კი ნახამ გამისკდა სიხარულით. მეგობრები, ჩვენ ბოლოს და ბოლოს მივიღეთ ის. ეს ბოლო არაა. ბოლოს? Kim Taeyeon, BTS. ჩემთვის პატივია ამის მიღება ჩემი სახელის წარწერით. აქ Kim Seokjin-ი წერია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მოდესმე ასეთ ჯილდოს მივიღებდით. ეს ჩვენი ოჯახებისთვის დიდი პატივია. ისევ ღელავდი, ეს მიკანკალებდა. მგონი ეს დაუჯერებელი მომენტი იყო. იმდენ რამეს ვცნობდი ერთდროულად. მადლობა ყველას, ეს თქვენი დამსახურებაა. მადლობა, მადლობა. ეს ჯილდო თქვენია. მე ამას თქვენ გაძლევთ. თქვენ ხართ ჩვენი მასწავლებლები. ეს გულს გავს. თქვენ ყოველთვის ჩვენთან ხართ. ყველა მომენტში. გული, ეს უცნაურია. ისე გძნობ თითქოს დიდი ადამიანი გავხდი. მადლობა. ეს პატივია ჩემი ყველა წინაპრისთვის. მადლობა. ჩემი ვინა იყო? ყველა წავიდა ჩემ გარდა? თქვენი წვლილი კორეული კულტურის განვითარებაში უდიდესია. მინდა გადავცე ეს ორდენი კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად. ღირსების ორდენი 24 ოქტომბერი 2018. მსგავსიც კი არაფერი მიმიღია სკოლაში. მეგობრებო, ცოტა გაცილებული ვარ, ამიტომ ჩემ ბოხმას ნუ შეიმჩნევთ. მაგრამ მეორე მხრიდან რო შევხედოთ, ბოხი ხმა უფრო უხდება ბიჭების გახმოვანებას. კარგად.